გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დიდი სიხარულითა და სიამოვნებით ვუყურებდი 26 ოქტომბრის აქციაზე ჩვენს უცხოენოვან ექს-პრეზიდენტ სალომეა ზურაბიშვილს. ის მიკროფონებით გარშემორტყმული იდგა და მის უკან კი უცებ ვიღაც პირები დაეწყნენ გასხივოსნებული სახეებით. აი იმ კატეგორიის პირები ნებისმიერი ორატორის უკან რომ დგებიან და ამით ისინი ბედნიერობენ. სალომეას გარშემო ჩემთვის სრულიად უცნობი პირები იდგნენ, მაგრამ შეიძლება პრობლემა ჩემშია. პრობლემა რომ არ ვიცნობ იმ პირებს და სინამდვილეში კი ისინი ერის თუ არა სალომე ზურაბიშვილის სინდისნი არიან. მოკლედ იდგნენ სალომეს უკან ის პირები, ნიკაპები წინ ჰქონდათ გაწეული და თავისი იერით ცდილობდნენ ძალიან სერიოზული განზრახვების მოლოდინის შექმნას. ხო და იდგა ჩვენი ნომერ მეხუთე პრეზიდენტი, ამჯერად წითელ პალტოში იდგა და მისთვის დამახასიათებელი ოდნავ ეროტიული აქცენტით აცხადებდა, რომ რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გაუძლოთ არ დაუთმოთ რუსებს თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს. რუსები ქართულ ტანსაცმელში გადაცმულები ეს ახალი ცნებაა ქართულ ვაი ოპოზიციურ რიტორიკაში. იმედია დანარჩენები აიტაცებენ ამ ცნებას და ხშირად გაიმეორებენ. ის რომ რეჟიმის დღეები დათვლილია მე უკვე 13 წელია მესმის. ეს საბრალონი ითვლიან და ითვლიან რეჟიმის დასრულების დღეებს და თვლას ბოლო არ უჩანს. საინტერესოა, გაისად 24 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირნათელი წაგების მეორე წლის თავზე რომ შეიკრიბებიან და ისინი კი აუცილებლად შეიკრიბებიან, თუ კი რასაკვირველია გაისამდე ფული არ გაუთავდებათ. მოკლედ, გაისად რომ შეიკრიბებიან და დადგებიან ჩვენი სალომე მაკკეინის ინსტიტუტის ეს ხანდაზმული სტიპენდიატი რას იტყვის? რა უნდა თქვას ახალი? ისევ იგივე სიტყვის რეჟიმი დღეს ხვალ დასრულდება და ჩვენ მოვდივართ და მოვიმღერით და არა ჩელაბინსკს და კი ტულუზ-ლოტრეკებს. რაიმე ამდაგვარს იტყვის და თვითონვე გაუხარდება და მასთან ერთად გაიხარებს ის სასტავი, რომელიც გაისად მის ზურგს უკან დადგება. ისე საინტერესოა, ზურგს უკან დგომის ბედნიერება ვის ხვდება ხოლმე წილად. რა პრინციპით ირჩევენ, ვინ დაუდგება ორატორს ზურგს უკან? კენჭისყრას ატარებენ თუ დასწრებაზეა? ხო, ეს მათი შიდა სამზარეულოა და პრინციპში დიდად არც მაინტერესებს. მოკლედ, გაისადაც დადგებიან და გაისადაც რეჟიმის დღეებს დაითვლიან, მაგრამ ეს გაისად იქნება და გაისამდე ბევრი დროა და გაისის ოქტომბრამდე კიდევ მიღწევაა საჭირო. ეს რაც შეეხება სალომეს, მაგრამ სალომეს გარდა სხვა პატარა და ციცხნა პოლიტიკოსებიც არიან, რომლებიც მახარებენ თავიანთი პერსპექტივებითა და უტოპიური გეგმა ოცნებებით. მაგალითად არის ასეთი პოლიტგაერთიანება თავისუფლების მოედანი. მის რიგებში თუ არ ვცდები მსოფლიოს ბორის გოდუნოვი პაატა ბურჭულაძეც იდგა სანამ არ დასვეს, ანუ არ ჩასვეს. ხო და იმ გაერთიანების ლიდერი ვინმე ლევან ცუცქირიძე, რომელიც ყველაზე უსახური პოლიტიკოსების შეჯიბრი რომ შემდგარიყო, მეორე ადგილას გავიდოდა. რატომ მეორე? იმიტომ რომ იმდენად მოკლებულია იოტისოდენა ქარიზმას, რაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელი პირობაა, რომ პირველ ადგილს არ მიუჯიდნენ, თუნდაც არავინ გასეულიყო პირველ ადგილზე. ხო და ცუცქირიძე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გამოიჭიმა და განცხადება გააკეთა. რასაკვირველია, მის უკანაც ვიღაც პირები დადგნენ და ლოყები დაბერეს. ცუცქირიძემ ახარა შეკრებილ საზოგადოებას, რომელიც მგონი მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტისგან შედგებოდა, რომ აავტორიტარულ რეჟიმთან წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდესო. ჯერ მეგონა რომ ის ამ ფრაზით შემოიფარგლებოდა და მერე ის და მის უკან მდგომი პირნი წავიდოდნენ რომელიმე იაფ ზაბეგალოვკაში მანქანის ზედზე გამოცხვარი ხორციანი ღვეზელის საჭმელად. ერთი ცალი ღვეზელი ეყოფოდა მთელ მათ გუნდს, ვიფიქრე მე, მაგრამ ასე არ მოხდა. ცუცქირიძე და მისი გუნდი არ დაიშალა და ლევანმა განაგზო ღაღადი. მას თურმე
10 ნაბიჯიანი გეგმა ჰქონია, რაც მისივე განმარტებით კიდევ უფრო დაახლოებთ საბოლოო წარმატებასთან და გააძლიერებს წინააღმდეგობას. პირველი ნაბიჯი კი ის ყოფილა, რომ უახლოეს 30 დღეში თავისუფლების მოედანი წარმოადგენს თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმთან დემოკრატიის ადგენამდე. ანუ ჯერ ამ რეფორმა ნაბიჯებზე ფიქრი არ დაუწყია, თუკი 30 დღის შემდეგ აპირებენ მის წარდგენას. დანარჩენ ნაბიჯებზე დეტალურ ლაპარაკი არაა საინტერესო, ძალიან გაცვეთილი და მრავალჯერ გაგონილი სენტენციები იყო მოყვანილი. ბოლო ნაბიჯი კი ის ყოფილა, რომ ყოველ სამშაბათს შეიკრიბებიან უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და საზოგადოებას, ანუ ერთმანეთს ჩააბარებენ ანგარიშს. რასაჭირო ამისთვის უნივერსიტეტთან გამოსვლა არ მესმის. დამსხდარიყვნენ ვინმე სამზარეულოში და იქ მოეყოლათ ერთმანეთისთვის თუ რა გააკეთეს და რას გააკეთებენ. რატომ გიყვებით მეგობრებო ამ მეათე ხარისხოვანი პოლიტიკური მოძრაობის შესახებ? იმიტომ რომ მე-9, მე-8, მე-5, მეორე ხარისხოვანი მოძრაობები არ ჩანან. ძალიან ამჩატდა ქართული პოლიტიკური სპექტრი. ეს ერთის მხრივ ცუდია. მეორე მხრივ კი ძალიან ცუდია. ამ ცუცქირიძეებთან ბრძოლა კი საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. ვიზზე ხარჯავთ დროს, მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.